დილამშვიდობის გოგონებო, როგორც ხედავთ, ჩემი ჩემოდანი მზად არის. ეს იმას ნიშნავს, რომ დილა დავიწყე ადრე, ეხლა არის 7:09 და დღეს მაქვს 3 სხვადასხვა ლოკაცია და მინდა გაგიზიაროთ ჩემი სამუშაო დღე. ეხლა მოვედი ერთ-ერთ ლოკაციაზე პატარძალთან და დავიწყეთ. პირველი ლოკაცია მივედი პატარძალთან სახლში, რა თქმა უნდა, ბახილები ყოველთვის თან მაქვს და არასოდეს არ მავიწყდება. პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა, ვნახულობ თუ როგორი საპატარძალო კაბა აცვია პატარძალს. დავიწყე უკვე ვარცხნილობაზე მუშაობა, თან ეტაპობრივად მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა გაკეთების პროცესი. ავწიეთ ვარცხნილობა მაღლა და საკმაოდ ბუნებრივი, ძალიან თავისუფალი და ლამაზი სტილის ვარცხნილობა გამოგვივიდა. როგორც ხედავთ, შევარჩიეთ მის აქსესუარი, ძალიან ნაზი და ესე 3 ნაწილად გადავანაწილე და გვერდით მხარეს დავუფიქსირე. ესეც შედეგი, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაზი და ლამაზი ვარცხნილობა გამოვიდა. რა თქმა უნდა, პატარძალს აქ ვასწავლი თუ როგორ უნდა ჩავიმაგროთ ფატა და როდესაც არ დაგვჭირდება, როგორ უნდა მოვიხსნათ ისე მარტივად, რომ ვარცხნილობა არ დავაზიანოთ. ეხლა კი გადავედი შემდეგ ვარცხნილობაზე, ესეც მინდა რომ გაგიზიაროთ, საკმაოდ ელეგანტური და დახვეწილი სტილია და ძალიან ბევრ ლუქს და ნებისმიერ საღამოს კაბას უხდება. რატომღაც მინდოდა რომ თქვენთვის მუშაობის პროცესი გამეზიარებინა. რა თქმა უნდა, სრული ვიდეო ეს არ არის, მაგრამ ეს არის მონახაზი იმ დეტალების თუ როგორ ვაკეთებ ვარცხნილობებს და როგორი სტილი გამოგვივიდა ჯამში. რა თქმა უნდა, კაბა გოგონას აქვს ზუსტად ესეთი მწვანე ფერის და ჩემი აქსესუარებიდან შევურჩი აი ესეთი მწვანე ოქროსფერში და დავუმატე ვარცხნილობას და ვფიქრობ, ბევრად უფრო გამოაცოცხლა და ძალიან დახვეწილი ვიზუალი შეუქმნა. აქ უკვე წავედი მეორე ლოკაციაზე, დავემშვიდობე პატარძალს და მის უსაყვარლეს ოჯახს. მინდა ვუსრულო ისეთივე ლამაზი მომავალი, როგორც თვითონ იყო დღეს. რა თქმა უნდა, ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ ყავა მაინც მივირთვი, რადგან წინ კიდევ გრძელი ლოკაცია მქონდა.